ბატონი კამელია გახლავთ, ჩვენი სტუმარი რეპრესირებული, ესე თქვა. არა, ნუ ეს რას თავს გადაგხდათ ნიკა საბჭოთა პარლამენტში, ნუ ეს მაიმგორი ალბათ არ ვიცი. ანარებში შევა. ხო და არ ვიცი ახლა ნიკა მართლა აშკარად ჩანდა რომ დაგჩაგრეს იქა. ნუ ყოველ შემთხვევაში უმრავლესობამ თავისი ბუტრუკული ძალით რაღაც საშინელებები ჩაატარა და მართლა მაინტერესებს ესე ვთქვათ შენას ელოდი და მე როგორც ვიცი 4 წუთიანი გამოსვლა გქონდა და მთელი დღე წაიღო ესე ვთქვათ საინფორმაციო სივრცისა შენმა 4 წუთმა და მე არ მიყურებია ნიკა ეს ენზელა კოიანი გამოვიდა მართლა პარლამენტში? არა, სიტყვით არ გამოსულა, მიუხედავად ეს ადამიანი მეოთხე მოწვევის პარლამენტის წევრია და არც ერთი სიტყვით გამოსვლა არ აქვს ამერიკაში. არც ერთი აქტივობოდ ეხლა რაღაცაიდამაიც იმას გაიგიჟებდა თავს. რა მოხდა მოგესალმებით. ხო, მოდი მართლა რეტროსპექტივა გავუკეთოთ. ხო, ვიყო რა თქმა უნდა, ძალიან მწვავე და იქნება კიდევ უფრო მწვავე. მეტი რა ჩვენ გავუსვები, ვიღაცა შეიძლება იყოს აგრესიული, მაგრამ რეგლამენტის ფარგლებს არ გაცდენილა. სხვათა შორის არ გაცდენილა, დაწყებული არ ხოდა საუბარი, იქ ხო ხა ეკრანით ვიც ადევნო და თვალყურს არის ფოტო. ჩვეულებრივად სტამბულის გალათასარაის თამაშებზე რომ ანუ მიმდინარეობს ფეხბურთის თამაში და სტუმარ გუნდს რომ ამ პიტარდებს ესვრიან და ასე რაღაც ხო რამდენიმე ადამიანი ყავს რომლის თავარი ფუნქცია არის ან აბრახუნოს მაგიდაზე ხელი ან რაღაცა რეპლიკები ისოლოს ერთ-ერთი ასეთი ყავთ ვინმე კარლო კოპალიანი არც ეხა გავიგე აი ხმით ვიცნობ აი 1000-ში ერთად და ხმით სახეზე შეიძლება ვერ ვიცნობ ხმით ვიცნობ და ვიღაცა ხობის მაჟორიტარი დეპუტატი ნუ გასაგებია მაგრამ რას ეხებოდა ეს ყველაფერი ბატონო დავით რა ეხლა როდესაც ვამბობ სისხლიანი არჩევნები ჩაატარეს და რა ვქოთ არ მოთხოვოთ არ მიიღეს არავის არ უგრის ეხლა მაშინ დავდო ეს საპარლამენტო მანდატი და მივხედო წავიდა მამაჩეთა კარდიოლოგიურ კლინიკა გულში და დავეხმარ ჩავიცვა ხალათი და დავანებო დაჩაგრულ ღირსება და უფლება აყრილ ჩვენ თანამებრძოლეებს თავი და უღალატო და ზოგი შევაქციო რას ნიშნავს ეხლა შტაბში შეუვარდნენ ეხლა აქ შემოგივარდნენ და უმოწყალოდ რო გაგილახონ თანამშრომლები პროდიუსერები არ ვიცი ეგეთი რაღაცას იყო კი იყო ეგეთი ხო იარაღის კონდახები უტყეს ხომ ახალქალაქში საშინელება ის ახალქალაქი არის ის იარაღის კონდახები უტყეს ბატონო დავით და ხელკეტები და ეს ყველაფერი გააკეთა ქართული ოცნების დეპუტატმა და დეპუტატის ძმა ენძელ კოიანი არის დეპუტატი ეხლა არანაირი რეაგირება არანაირი აბსოლუტურად აი ვიდრე ეხლა საუბრობთ მართლა ძალიან ძიმე მდგომარეობაშია კვლავ სამწუხაროდ ონის გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელი ნოდარ ბურდილაძე დამძიმდა მისი მდგომარეობა და ორი თავდასხმელიდან ერთი ადამიანი არის დაჟინე მეორე მოქმედი დაცვის პოლიციის თანამშრომელი იყო სადაც პასუხისმგებლობაში არ მიცეს რა და ნუ ეხა ზუგდიდში აი ხვალ არის ქალბატონი იაგერზაიას გასვენება საწყალი გასვენება ხო ეს ხო ნუ მიიყვანეს სიტყვით მოკლეს და თავისმა შვილმა აბსოლუტურად თავი ბოლომდე გაწონასწორებულმა ერუდირებულმა ბაჩანა შეგერილ ადამიანმა მოუკლეს დედა მხოლოდ იმიტომ რომ იგი არ დათანხმდა ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიაში ჩართვას პირველი ტურის შემდეგ პირწმენად როდესაც წააგეს სამეგრელო გახარია მიევლინა მეორე ტურში იქ აბსოლუტურად ყველა მაღალი და საშუალო თანამდებობის პირებს მოთხოვა კამპანიაში ჩართვა ვინც არ ჩაერთო იცით უდიდესი ნაწილი გაათავისუფლეს პირველ და მეორე ტურამდე ამ კაბატონმა კვლავ დააფიქსირა კატეგორიული უარი ნუ მე რეკი იცით რაც მოხდა და მიუსიეს გენესპლიზაში შენაშები ყველას მიმართათ ხოლმე ხაშეს აი დიდი ბოდიში რა დიდი ბოდიში შენს მინდა იცოდე რა ესა 53 წელს სტალინი რომ მოხდა პირველივე დიდი ბრძანება გააკეთა ბულგანინმა თორავს და აიქცელა ანონიმკების ესე ვთქვათ საფუძველზე წარმოების დაწყება აი ანონიმკები კი არა სად არ არის ანონიმკებზე რეაქცია არაფერს აღარ შევარჩენ გეტყვით ეხა ბოდიშით ისედაც ვცდილობდი რომ ყოფილიყავ კომპრომისი, იმიტომ რომ სხვანაირად ამათთან არ გამოდის პოლიტიკური პროცესისგან დაცალის პოლიტიკა აღარ არის, საარჩევნო პროცესი აღარ არის. არის უბრალოდ აი ესეთი გიენების რაღაცა სტილში ორთაბრძოლა და ჯუნგლების კანონი შემოიღეს რა, ძლიერი ხდება, ძლიერი იმაჯო სუსტი ხდება. პარლამენტი ხა არანაირი პოლიტიკური პროცესი არა პარლამენტი, წარმოიდგინეთ, თუ გამოხვალ სიტყვით
4-5 წუთი გავს თუ ტრიბუნიდან 10 წუთი გავს, პოლიტიკურ პროცესს ვერ წარმართავ. არ არსებობს, ნულია. აი ესა ნიკა. და რისი თქვა მით ეცეთა ანონიმური არ გამავიწო ბატონ დავით. 20 წუთი გამოსვლი დაანგრიე არა, გასაგებია რატო არ არსებობს. ეს არის მეცხრე მოწვევის პარლამენტი ყველაზე სუსტი თავისი შემადგენლობით ინტელექტისგან დაცლილი. საერთოდ პოლიტიკური გამოცდილებისგან დაცლილი და არანაირი პოლიტიკური ალღოს ხონე ადამიანები იქ არის ხედან. ეხლა 2012-2016 წლის პარლამენტის შედარება არ შეიძლება მოწვევის პარლამენტთან ნამდვილად რა. იქ პოლიტიკოსები ისხდნენ ქართული ოცნების რიგებში, როცა მათთან კოალიცია ერქვა და ოდესაც ეხლა ბიძინეოიშვილი მერე გაყარა და მოიყვანა ეს ზარდიაშვილები და ვიღაცები საერთოდ დაწერილს კითხულობენ, განცხადებას ისე ვერ აკეთებენ. ანონიმურ წერილზე გამოსცემდა რა. მართლა როგორ ხელისუფლებას უყავთ, ცოტა მათ ზნეობრივ მხარეს რო შევეხოთ. პარლამენტში ზის ასევე ერთი ადამიანი, ქართული ოცნების დეპუტატი. წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატია, რომელსაც მამა დაუპატიმრეს დაახლოებით 2 თვის წინ სამეგრელოს თუ ზუგდიდის მერთან ერთად დააპატიმრეს. გულორდა. იგი გახალთ გუბერნატორის მოადგილე. მამა აცხადებს, რომ არ ვენდობი გამოძიებას და არ ვაღიარებ ბრალს. 10 ჯერ თქვა, შვილი დასამბობს, დეპუტატი. შვილი ამბობს, რომ მე ვენდობი გამოძიებას. თეფილი. არა, ნუ ეხა აი ასეთი კატეგორია, ესე იგი, მამა დაუჭირეს ადამიანს. ამბობს, რომ არ ვენდობი გამოძიებას და არ ვარ დამნაშავე და უდანაშაულო და შვილი ხახტო ბოდი შეიძლება გავემეორო შვილი გამოდის და ვენდობიო გამოძიებას და მამაჩემი ენდობა თუ არ ენდობა ეს სხვა საკითხია. მე მოკლავ დედას, მე მოკლავ მამას თუ პარტია მეტყვის. აგერ ბატონ პრემიერ-მინისტრად ბატონ დავით არ ყავს ადამიანი ვინც საკუთარ შობელს დედას სარჩელი შეუტანა სასამართლოში და უჩივლა თუ ეს მართლა გააკეთა ხო ერთი ვაი თუ იმიტომ გააკეთა კაცი რომელიც პრემიერ-მინისტრია რომ რაღაცა ვალი ჩამოწეროდა ხო ჩვეულებრივი თაღლითია ხო აი ეს კატეგორია პარლამენტში ზის ადამიანი რა უნდა მოთხოვოთ ანუ ეს ჩვეულებრივი კრიმინალური მენტალობის ხალხია ხალხო მთელი ნაკრები გააკეთეს უნდა მოენდომებიეთ აი ვინც არ ვარგოდა შეურანდეს ხელისუფლებაში ამოიღეს ვინც არ ვარგოდა ნაციონალურ მოძრაობის ხელისუფლებაში ამოიღეს და გააკეთეს ნაკრები ლევან გოგიჩაიშვილი იქ არის ერთ პარლამენტის წევრი, რომელსაც 2009 წლის ივნისის თვეში 17 წლის ბიჭი ყავს დაჭრილი და ძვლის გადარჩა. გვარად თუ არ ვცდები ლეჟავა. მე ამბობდა რომ არა და მაბრალებელო. ბატონი ირაკლი ბათიაშვილი შვილის დაბადების დღეზე წყნეთში. 2009 წელს დანა დაარტყა. 10 წლით მასზე უნცროს ბავშვს. 17 წლის და დღეს გამოვიდა 2013 წელს პოლიტპატიმრის სტატუსით და დღეს ზის პარლამენტში ნუკრი ხანთარია ადამიანი რომელიც ავტომატით დარბოდა და ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას ამხობდა გოგა ხაინდრავასთან ერთად ავტომატით დარბოდა და ყველა ბედნიერებასთან ერთად როდესაც დაამხო ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება 95 ან 94 წელს ან 94 იყო ან 95 ესე იგი თეატრალურ მოღვაწეთა რაღაცა კავშირის სხდომა მიმდინარეობდა, რომელსაც ესწრებოდა მაშინდელი კულტურის მინისტრი ბატონი ვალერი ასათიანი, და შეხვედრა რა იყო და წვავე საკითხი გამოდიოდა. იყო ერთი ჯგუფი, რომელიც მომხრე იყო რამდენიმე თეატრის გაერთიანებისა და იყო ერთი ჯგუფი, რომელიც იყო წინააღმდეგი ამ რამდენიმე თეატრის გაერთიანებისა. და რა ქნა ამ დროს ნუკრი კანთარია ადგა და დანა დაარტყა კოლეგა რეჟისორს. ვარსემაშვილს ბატონ ვარსემაშვილს ჯერ იმ კაცს რა ვუთხარი საერთოდ ან ერთს ან მეორეს დღესო პარლამენტის წევრები არიან დანარო რეჟისორ კაცს ემაზე თეატრალური მოღვაწეთა კავშირის ხომაზე დანარო გიდევს ჯიბეში და ეხლა გამოდის და მორალური კატეგორიებით გვესაუბრება ოპოზიციის წარმომადგენლებს არც ერთი ნაბიჯით უკან დახევა არ იქნება ესენი არიან კლასიკური კრიმინალები ხალხოთ იყვნენ უბრალოდ შენიღმული რაღაცა კეთილსახიერი ნიღბებით საუბრობდნენ იმაზე რაზეც საუბრობდა მართას კეთილსინდისერი ადამიანი ბევრი ამ ქვეყანაში არ მოწონდა ის რაც არ უნდა მოწონებოდა მაგრამ მოწონდა ის რაც მოწონდა და ამით გასტანეს რაღაცა 5-6 წელიწადი მაგრამ აღარ გაუვათ ხანო და ბატონი მათქვევიო თუ შეიძლება კიდე ენძელ ყოიაზე საერთოდ კრიმინალი რა რამდენჯერაც დავინახავ ენძელ ყოიას იმდენჯერ კრიმინალს უწოდებ იმდენჯერ მოვითხოვ ვის დასჯას
იმდენჯერ, რამდენჯერაც შევალ საპარლამენტო სხდომათა დარბაზში, იმდენჯერ მექნება მოთხოვნა დაყენებული, რომ ეს ადამიანი უნდა დაისაჯოს კანონის წინაშე. და ემზაკვიციანისგან, რომელიც არის ამ ჩემი ქვეყნის, თქვენი ქვეყნის სამშობლოს ღალატში ბრალდებული ადამიანი. უბრალოდ მე კი არ მიღალატა როგორც ცალკე აღებული ერთ ადამიანს ან ვიღაცა სხვა ასაშიშო. სამშობლოს მოყავთ რატო ახსნი ხალხო? ჯერ ამბოხება რომ მოაწყო სახელმწიფო წინააღმდეგ, ვიცი და მე გაიქცა რუსეთში გაქცევის შემდეგ ძვირფასო მაყურებლებო ტელეკომპანია ORT-ს იქიდან გამოვიდა. საინფორმაციო გამოშვება ვრემიას მისცა შემდეგი სახის ინტერვიუ და განაცხადა რუსულ ენაზე რომ 2008 წელს ომი დაიწყო ქართულმა მხარემ სინამდვილეში ქართული ჯარის რიგებში ირიცხებოდნენ ამერიკელი მეომრები, რასაც იგი თვითქოს და ადასტურებდა შემდეგი ფაქტით, რომ ერთ-ერთ დღეს მან ნიღაბი ჩამოხსნა რომელიღაცა ჯარისკაცს და ამ ნიღბის მიღმა აღმოაჩინა ფერადკანიანი ჯარისკაცი. ამას ოკუპანტი წერი სახელმწიფოს მთავარ პროპაგანდისტულ მედია საშუალებების ეთერში საუბრობდა გაქცეული აქედან ადამიანი და დღეს ზის პარლამენტში ხახტო. რა მე ვიცი რომ ბევრს მათ შორის ჩემი ძალიან ბევრი ახლობელი ნერვიულოს განის არ არის სასიამოვნო პირდაპირ გეტყვით, მაგრამ ღირსების საკითხია, ამათ მე პირადად შევაკვდები, მანამ სანამ არ დავამარცხოთ. არ არსებობს უკან დახევა არ იქნება არც 1 სანტიმეტრი და არც 1 მილიმეტრი. კრიმინალები არიან, მაფიოზები არიან, ამას ვადასტურებთ კონკრეტული ფაქტებით. აღარ ვსაუბრობ ზაზა სარალიძეს შვილის კვლევობის თაობაზე, როდესაც ხმას არიღებენ და არავის არ ჯიან და პირიქით დაცინიან, აღარ ვსაუბრობ მაჩალიკაშვილის შვილის კვლევობის საქმეზე, როდესაც დაცინიან და აგერ იმაინაშვილი და ქართული ოცნების ერთობლივი აქცია რო გამართეს, ეხლა და ინაშვილი ვითომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტია. ალბათ ბევრს აქვს ისფერი ნანახი, როდესაც დიდი ნაწილი, რომელიც მოემართებოდა თავისუფლებას მოიდანა და ჩაუარა შვილმოკლ მამას, ლანძღავდნენ ბოდიში და ციტირებას ვახდე პიანიცებს ეძახდნენ და ასე შემდეგ ამ შვილმოკლ მამებს. აი ეს კატეგორია ხალხი, გოგა ხაინდრავები და ბედუკაცეები და არ ვიცი ტრიცა წითელაშვილები და ინაშვილები და ეს აზა პაპუაშვილი უკნიდან ლაჩრები რა ყველაფერს თავი დავანებოთ. არის თხემით ტეპანდე ლაჩრები არიან. ან დაღაუკეთებია თაწმიდის გამგებელი ვიყავი 1 წლის განმავლობაში და საერთოდ არ ვიყავი პოლიტიკაში ჩართული და ზაზა პაპუაშვილი იყო თაწმიდის მაჟორიტარი დეპუტატი და ვიფიქრე პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატია, მე გამგებელი ვარ, რაღაცა დონის კომუნიკაცია უნდა შეადგეს. საერთოდ არ ვიყავი აი პოლიტიკური ერთი განცხადებაც არ მქონდა გაკეთებული, ხოლოდ ვიყავი ჩართული წმინდა გამგეობის ასე ვთქვათ საკითხებით დაკავებული რა. დაურეკე პირადად მახსოვს ბატონ ზაზამეთკა მე ნიკა ვარმელია თაწმის გამგება, ეს არის 2013 წელი. კონდეთ ჩემი ნომერი და იქნებ შევხვდეთ მეთქი, როგორც ახლა თქვენ არ გამოგითხრიათ სურვილი. ერთ თაწმინდელს, ერთ ვერელს, ერთ ასე ვთქვათ სოლოლაკენს, ერთ შინდისელს, წავკისელს, რაც შედის თაწმის რაიონის ფაგებში, ვერ მანახებთ, ვინც იტყვის, რომ ზაზა პაპუაშვილს 4 წლის განმავლობაში თაწმინდელზე რაიმე გაეკეთებიო საერთოდ. ამის შემდეგ წაიყვანა ივანიშვილმა და დიდუბიდან აარჩევია დიდუბელებს. და ვერც ერთ დიდუბელს ჩვენმა ხა თაწმინდაზე პასუხს ვაგებ, მაგრამ ახლა არ ამგონია რომ 4 წლის განმავლობაში 4 წლის შემდეგ რაღაცა ზნე შეეცვალა დიდუბელს. ეს ადამიანი, რომელიც არაფერს საერთოდ გარდა იმისა, რომ ნაბახუსები მოვა დაждდება იქა და იმის რა ქვია, სლოკინით კვდება და რაღაცა წამოროშავს ხოლმე უკანა რიგიდან. და ეს არ არის პარლამენტი, ეს არის ჩვეულებრივი ძველი ბიჭების და კრიმინალების რაღაცა თავშეყრის ადგილი ხახდო. სადაც როდესაც ეუბნები რომ აგერ ვიცი დამნაშავე, ვიცი ვინ დაჭრა, ვიცი ვინ ესროლა და რატო ვარჟი, რატო არ ითხოვ დამიდექი გვერდში საქართველოს პარლამენტის წევრი ხარ პირველ რიგში და მე ამა თუ იმ გუნდის წევრი. ნული რეაქცია. ეს პარლამენტის თავმჯდომარე ხო შეიძლება ისე მოაჩვენოს ეცადოს მაინც საზოგადოების რაღაცა ნაწილს თავი რომ თითქოს ყველას თავმჯდომარეა რა პარლამენტის თავმჯდომარეა ხახლა
აგრე ზეგიდან საპარლამენტო სულ რესპუბლიკად უნდა ვიცი და თავარი პირია ახლა მოდი ისა რიკა ინციდენტის დროს რა კომენტარებს აკეთებდა უსმენდი თუ არის მოდა არა მე ნახე ხო მქონდა შესაძლებლობა ხო და მე შემწყვა იცი მე მთელი პარლამენტისა შემწყვა და ამბიზე შემწყვა კაცო აი ჩამშვებები რო არიან საბავშვო ბაღში არა იქ არიან რამდენიმე მართლაც ნორმალ ვისაც ეტყობა ვისაც აქვს წუხილი ვინც წუხს გულწრფელად წუხს მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი კობახიძე აი მორჩილებაცაა და მორჩილებაცა ასეთ ბრმა მორჩილებაში და სულ მორჩილებაში ბიძინა ივანიშვილის კარგით რა ხალხო რა რაღაც ხო უნდა გამოიჩინოს თავი მე მართა სერიოზულად გეუბნები გუშინ აქ ავტოდემეტრაშვილი მყავდა ხა წესერი კაცია ინტელიგენტი კაცია და რას თავარია აი ამ საკონსტიტუციო საქმეში ერქვა და რას თავარია ამისი ამ კობახიძის ის იყო მასალებელი რა არის უკანონოდ მოგეხსნენ კახა უფლება არ აქვს შენთან მანდატური. უკანონოს არა, მუდანოს არის იმის შემდეგ რა უნდა მომეცენ, რა უნდა როგორ უნდა მომექცენთ უკანონობაზეა საუბარი ან ნებისმიერ დეპუტატს, რაც რუსთაველის გამზირზე გამიკეთეს, გასულ. ის განვარიდეთო, ხელბოგილები დამოდი და განვარიდეთო. ის საერთოდ ანეკდოტი იყო, მაგრამ აქ უფლება ძალიან ბევრ ანეკდოტს მოყვებია. ჭალებს მოყვებია, მაგრამ ძალიან ძვირი დაუჭირდა. ერთი წამით რა, მე გუშინ მკითხე მეთქი ამ დემეტრაში. აი ესე რა, შენი ინციდენტი არ მოგიხსულია არავისთან. ის საათი რო დაგიგდო მაგიდაზე, ის იყო, ის შეხვა შეხებია, შენ ფიზიკურად არ შეხები ხარ და ამემან კობახიძემ რატო ბრძანა მანდატურებს, რატო ბრძანა გაიყვანეთო. არ უნდა გასულიყავი შენ და საერთოდ ისე მიყვეს ამ საბჭოთა პარლამენტის მაქსიმალურად უმრავლესობის დირექტორია. სიმართლე გითხრათ ბატონო დავით. არა, შენ მართა არ უნდა გასულიყავი. ძალიან აი უბრალოდ ალბათ ტყუილი არ გამომივა, ტყუილის თქმა არ გამომივა, თუ ვიტყვი რომ ცდილობ იყო ძალიან აქტიური პოლიტიკური პროცესი, აქტიურ პოლიტიკურ პროცესებში ჩართული. მაგრამ პარლამენტის მიღმა, იმიტომ რომ ჩვეული უბრალოდ დამარილებული რაღაცა საკანონმდებლო ორგანოა. სადაც აი არაფერი, აი თვითონაც იციან მოვლენ რაღაცა ღილაკს დააჭერენ, ხელს მოვაწენენ და წავლენ. ცხადდებიან ქართული ოცნების 80% დეპუტატები, დეპუტაცისა ისთვის იცით რომ დააჭირონ ღილაკს, რეგისტრაცია გაიარონ. და მე წავიდნენ შედა ქორუმსაც კი ქორუმს გუში ბიუჯეტი გახდა ქორუმს ვერ აგროვებდი. მე მაინც მაინტერესებს. არ დავდიოდი, პირდაპირ გეტყვით, იშვიათად. წინას არ შეგვიძლია. მაქსიმალურად ვეცდები რომ ყველა პლენარულ სხდომას დავესრულო. ამათ გაუშვებს სისხლს. სანამ ყველა დამნაშავეს არ დავასჯევიებთ, სანამ მაქსიმალურად ყველას ამ ქვეყანაში არ გავაგებიებ, ყველა ტრიბუნიდან. იქნება ეს ქუჩა, საკრებულო, პარლამენტი, თუ რას წარმოადგენს და ვის ხელში ვართ, არ დავისვენებ. მადლობა, მაგრამ ამ პარლამენტს 4% აქვს რეიტინგი. კი ბატონო. ძალიან მალე გარწმუნებული ვარ, აი ეს რასაც მე ხაყვებოდი, იქნება უბრალოდ ერთი კომპონენტი იმ დიდ საქმეში, რომელიც უნდა შედგეს და დასრულდეს გამარჯვებით ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანს რას გულისხმობ. უნდა შეიცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა და ამის შემდეგ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს. ეს არის გარდაუვალი. შეკითხვა დამასწრებინე კაცო. ხა ერთადერთი მართალი თქვა კობახიძემ და ამ ისტორიულ სიმართლეს ნამართ კომედიისა, ესე რა თქვა კლოუნადა არისო აქაო. კლოუნადა იყო ეს გუშინწინდელი თუ გუშინდელი ისა საპარლამენტო სისულელე, მაგრამ რა მინდა გითხრათ, ამ თავარზე ძალიან საინტერესო არის რა, თვითონ ეს პროცესი არის გამანადგურებელი. აი აბსოლუტური ძალაუფლება რო ყნის ყველას. ეს სულდია უმრავლესობა რო ვერავინ ვერ იტყვის ჩემზე რომ ამ ზედამთვარე ამომდის ანაშენდაში. როგორ მომიტრიალდება ენა შევადარო მაგალითად ბატონი კობახიძე ის ქართული ოცნება იყო. ეს ის ქართული ოცნება. ცადა დედამიწა. არც მეტი უფრო. არა, ნუ ჯერ შეურაცხყოფა ცას თუ დაარქვე უსუფაშვილს და დედამიწას კობახიძეს, ეს არის შეურაცხყოფა უსუფაშვილის. ნუ ამის სოციოპატია მეგონია კობახიძეს. თავი ოდნავ მაინც, აი ყასიდათ მაინც, რომ არის პარლამენტის თავმჯდომარე. ჩვეულებრივი როგორ ადამიანს მაგონებს, იცით, აი სკოლაში რომ განსაკუთრებით ზოგი გოგოები თამაშობდნენ ხოლმე ისეთ როლს, აი პანჯი გაწელების როლს, ხო იცით, ბოდიში ამ სიტყვისთვის, აი თვითონ არაფერს თავი არ აქვს და მიკროფონში აბა კარგით რა, კლოუნადა იყო, ნიკა კლოუნადა. ბედი გავთ ხელში. და დღეს აგერ ჩვენ ცენტრალურ ოფისში აეროპორტის გზაზე 80 წლის ქალბატონი მოვიდა კონკრეტული პრობლემით, რომ გადაგვეწყვიტა და
სული დალია ჩვენ ცენტრალურ ოფისში. სული დალია, რამდენი მშიერი, რამდენი სურვალი, რა თქმა უნდა. რამდენი მედიკამენტის გარეშე ადამიანი იხოცება ყოველდღიურ რეჟიმში და თქვენ რას აკეთებთ და რას ჩადიხართ საერთოდ და სასახლეებზე აშენებთ და გაჭირებულს რო კიდევ უფრო გაუჭირდა ყველა ძალიან კარგად იცით და ღარიბი რო გატაკდება. მე არ ვამბობ რომ ეს ელდორადო იყო და ყველას ულხინდა რა თქმა უნდა, მაგრამ წინა ხელისუფლება წინ მიდიოდა ხახდო. მიდიოდა მე შემხედრია ბევრი ადამიანი და დამეთანხმებით ხო ძალიან არ მომწონდით უთქვამთ, მაგრამ ახლა სახში რაღაცა მიმქონდაო ეს. სახში რაღაცა მიმქონდა, გაიარეთ, გამოიარეთ და აღარ თქვენი მინისტრები სასახლეებს აშენებენ და მე როდესაც გამოვიჭრეთ, ვერასაბუთება საიდან ააშენეს. აგერ ბატონმა იზორია. აგერ განათლების მინისტრი სულ რომ აინტერესებდა, სად არის არჩანს ხალბატონი იაკეზაია შემოაყვდათ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი. და ერთი განცხადება არ გაუკეთებია, ხან ერთი მოადგილე საუბრობს, ხან მეორე მოადგილე საუბრობს. და ეხლა თურმე რაღაც 5 დღე ყოფილა გერმანიაში, ფრანკფურტში, ქალაქ ფრანკფურტში ჩასული. ისვენებდა. ხო და ერთ-ერთი სამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა დღეს დაასკვნა ინფორმაცია გავრცელდა რომ ამ 5 დღის განმავლობაში 5 დღეში მხოლოდ ფრანკფურტში რომელიც სამჯერ მცირე არის ვიდრე თბილისი ავტომობილით გადაადგილებაში მხოლოდ 15000 ლარი დახარჯა. აი ამდენი იტყავს. წარმომადგენლობითი ხარჯი 15000 რომელიც სამჯერ უფრო მცირეა ვიდრე თბილისი. და დაუთვალა არასამთავრობო ორგანიზაციამ რომ მთელი დღე რო ტაქსი დევლო 470 კილომეტრზეც ვერ გაივიდა ფრანკფურტში. ახლები დადიოდა რა თუ დამდენ დახარჯვა. არა ახლების დაქირავება ძვირია თუ. როდესაც ფარცხალაძე ყავთ ბატონო დავით, პროკურატურას და იმას დღემდე რომ მართავს სასამართლოს. როდესაც ვიქტორ ჯაფარიძე ყავთ ადამიანი რომელსაც წარმოგვიდგენ დანაშაული ჩაადენიეს იმაში სუბელიანთა ციხეში რო შეუშვეს და სიმულაციური რაღაცა ვიდეო ჩანაწერი რო გააყალბეს და ჩააწერიეს და მე რო ვითომ გაასახეს რომ არ გინდოდეს მე არ დაიწყო თქვენი ჭირიმე ძალიან დიდი წინააღმდეგი ვარ და ყველაფერს გავაკეთეთ რომ ეს არ მოხდეს ჩვენ უნდა ვიყუროთ წინ და ვიყოთ ორიენტირებული დაგეშინი პროგრესზე და განვითარებაზე მაგრამ ისეთი წარმოუდგენელი ძიმე დანაშაულებები ჩადენილი რომ მართლაც თუ არა მომდენო ხელისუფლების ფარგლებში რომელიც დაწუნებული იქნება კოალიციური უნდა იყოს პროკურატურაც დაკომპლექტებული პროკურორი ამ შემთხვევაში გენერალური თავარი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან და რამდენიმე მართლაც რაღაც ეტაპზე მოსამართლე უნდა საზოგადოებრივ მოუწიოთ რომ არ დაიწყო მე ამათა პოლიტიკური დევნაა რა ზეგა რეკლამაზე გამიშვი ივანე მრისხანეს დროს იყო პოლიციელები, მაშინდელი ეს ისა და მათ ეკიდათ, იმაზე ხამარზე ეკიდათ ზაღლის თავები. ხო და იცი არის, აი ამ ზაღლის თავს არავინ არ გააგდებს ხელიდან, ვისაც უნდა ავტორიტარი იყოს. პროკურატურა ამათი ზაღლის თავია და ხო, მაგრამ ეხლა ეს ზამბარა ბატონო დავით, იმდენად, ეხლა პირველი არჩევნებია, მოდით ვთქვათ, პოსტ არჩევნების პერიოდი, როდესაც ქართულ ოცნებას არათუ არ უხარია დამწუხრებულები დადიან, პანაშვიდი აქვს და აგერ აპირებენ თელავში 40 გადაიხადონ იქ. აი მე მაგაზე რეკლამის შემდგომ რა. და როგორც წესი მართლა დახარებულები უნდა იყო ხო, როცა გაიმარჯვა. იციან შვენივრად როგორ და რანაირად გაიმარჯვეს ბჭყალებში. ალბათ, მოდი რეკლამაზე გამიშვიდა, ნიკა ნუ ჩაგრავ რა. ძალიან და კონსტრუქციების შეკითხვები დაგისვა და შენ მონოლოგით გამოდიხარ. ხათ შორის. აი რა ვიცი, შორს წავა ამაზე საუბარი. ძალიან ბევრი ვიღაცას მაგონებ, შენ ესეთ სხვა შორის ხმას ტემბრის ისეთი გაშქრა წყობი და გამოიყარე საწყალი ისა. კავახიზე. რეკლამაზე გავიდეთ რა. რეკლამა ხალხო დაგველოდეთ. მაშასე ხალხო ნიკა მელია გახლავთ ჩვენი სტუმარი. მე არ ვიცი რიკა მართლა უცნაური და უცნაური ქვეყანა შეგვექმნა და აქ არის სხვა ძალიან უცნაურია შეხედეთ აქეთ სალომე და აქეთკენ ნიკა მელიას უწერია აქ აგერ ინაუგურაციაზე არც ერთი პრეზიდენტი არ ჩამოდის ყველა ხდება რაშიცაა საქმეო. მე მართლა მაინტერესებს და ხა არ მაცალე შენ სულ ემოციებით საუბრობ და აი კლასიკურად ეს ვაჭრე შალვა ნათელაშვილმა მოყვა ეს თუ არა ვწდები 99 წელს ძალაუფლების მიტაცება დაჟადი საქმე არის. ეს არჩევნები მიტაცებული არის რა ეს ძალაუფლება ეს არ იყო არჩევნები. ჩემი საერთოდ არადემოკრატიული არჩევნები იყო და აი მე ვიცი რომ სასამართლოში გაქვს საქმე შეტანილი. არგუმენტები გაქვს ჩამოყრილი ისეთი რომ მისაღები და გასაგები იყოს ყველასთვის. ჩემო საყვარელ ადამიანო ბატონო დავით
სახელმწიფო კი არ მიიტაცა ბიძინა ივანიშვილმა თლიანად ცდილობს რომ თლიანად მიწასთან გაასწოროს ყველა სახელმწიფო კონსტიტუციაში წერია ძალაუფლების წყარო არის ხალხი. მიტაცებულია ეს მიტაცა, მაგრამ აუცილებლად აღვადგენს წესრიგს. აუცილებლად ხალხი აუცილებლად კვლავ იტყვის თავის სიტყვას. მე მგონი ამიტომაც არ ჩამოდის არავინ პრეზიდენტი. სახელმწიფო არის ერთი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი და ცდილობდა რომ ყველა რამდენი ოპოზიციური პარტია სამუდამოდ ასევე გაენადგურებია და ყველა მედია საშუალება რომელიც არის კრიტიკულად გაწყობილი ბიძინა ივანიშვილის მიმართ ისიც დაედუმებია, ხო ამას ეს რატომ უნდა? რომ გაენაღდებია, რომ უდაბნო მოესუფთავებია ველი და დამსგავსებოდა უდაბნოს და სანამ ხა მართლა ნიკა სამართლებრივ ბრძოლას აგზელებ, თავისი სიკვდილი გარდაიცვლებოდა, ღმერთად დიხაზაცოცხლოს 100 იქნებოდა. მაგრამ ეს სტალინსაც ეგონა. სურვილი ერთია და რეალობა მეორეა. რა მოხდა არჩევნებზე? რატომ ვამბობთ რომ მოიპარეს? რატომ ვამბობთ რომ არჩევნები არ შენ ვამბობდი გუშიცირო დეგისა ვიდეო მასალები მაქვს. ყობახიძის სესიაზე არის დოკუმენტები, ვიდეო მტკიცებულებები, სადაც ასობით ვიდეო მტკიცებულება, სადაც ჩანს პირდაპირ თუ როგორ აყალბებს ქართული ოცნება და რას გულისხმობ გაყალბებაში პირველ რიგში. აი პირდაპირ გაგებით როგორ ყრიან ბიულეტენებს გააქვთ ამის ვიდეო. სადაც ჩანს სახელი გვარი რომელ უბანში, რომელ ქალაქის რამდენ უბანზე ვინ საჯარო მოხელეები რომლებიც ასე არიან ჩემო ბატონო კომისიის წევრებთან თავმჯდომარეებად ზოგ უბანზე 100 ხმით, ზოგ უბანზე 125 ხმით და ეს ყველაფერი საუბარი ვიდეო გამოსახულება ყველაფერი შეგეკითხები ეწავს ეს ძალიან მნიშვნელოვანია ხა ოქმი ხო დგება რა ბიულეტენებს ხო ითვლიან ამდენი ბიულეტენი რო არის ამის მიღმა არის ჩაღრილი და მე ასორებ მე ან ვერ სვამენ და სასამართლო მე ამათაც ყველანაირად ეხა ვაკეში მაგალითად 8 უბანი აღმოაჩინა ჩვენმა წარმომადგენელმა 8 უბანზე დაფიქსი და შემდეგი მოცემულობა როდესაც სხვა უბნის ბიულეტენი აღმოჩნდა სხვა უბანზე ესეთი გამოსცემდა დაატრიალეს გაბათირებულ ბიულეტენებზე სასაცილოა იმას შედარებით რასაც სხვა უნდა ხავთ რა და იმაზე აღარ გულისხმობ იმას ბატონო დავით აი რომ შემოვდივარ საარჩევნო უბანზე რომ მაძლევთ ბიულეტენს და რომ მომყვებით თან კაბინეტში და ხშირ შემთხვევაში ჩემს მაგრივად რო ხაზავთ ან თავზე რომ ადგეხართ ეს ბევრ ქვეყანაში გამეორებლა არის ყოველ შემთხვევაში და სანამ ჩავაგდებ ან ამას ვაკეთებთ ჩემს მაგრივად ხაზავთ ან სანამ ჩავაგდებ რომ განახი მაგალითად ახმეტაში ხო აი ახმეტაში შედის საარჩევნო უბანზე ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარე თითქოს ხო მაღალი თანამდებობის პირია ხო საკრებულოს თავმჯდომარე და სანამ ჩააგდებს ბიულეტენს ოჩ ანახებს ვიღაცაზე ზედამხედველს იმასაც არენდობლ და ვიცემერი ახმეტის ვიცემერი არენდობ რატო აკეთებ სამეგრელოში ტოტალურად კი ტოტალურად არის ეხა ვიდეო მტკიცებულებები იცი პრაქტიკულად აი ესე დადიან საარჩევნო უბანზე რა წარმოიდგინეთ რატომ აიძულებ რომ განახოთ ეს იმიტომ რომ არ მენდობი და იცი რომ შეიძლება მე თავისუფალი ნების გამოხატვა თუ მომეცემა შესაძლებლობა ჩემი ნება გამოხატვა თავისუფლად ხმას მიცემ არა სალომე ზურაბიშვილს არამედ გრიგო ვაშაძეს და რა ხდებოდა თუ შეიძლება ეს ერთი დეტალიც მართლაც გმირი 800-ზე მეტი ადამიანი ხახ ნუ სოფლებში განსაკუთრებით რა აი ვინც გრიგო ვაშაძეს ხაზავდა იმის ასე თქვათ შიშით რომ ვინმეს არ დაენახა იმიტომ რომ ეს ხო დაგეშებულები იყვნენ ქართული ოცნების მთელი უბანი ხა 14-15 კაცი ქართული ოცნების იყო 3-ჯერ, 4-ჯერ, 5-ჯერ, 8-ჯერ კეცავდნენ ამ ბიულეტენს ესე კეცავდნენ და ისე გამოდიოდნენ და კონვერტში ისე დებდნენ. გასაგებიანია და ახლა მე სერიოზული რომ ვიღაცა შემთხვევით არ კიდევ ერთხელ გეუბნებით კონსტიტუციაში წერია ძალაუფლების მიტაცება დაჭადია 12 წლიანი ციხე-ემუქრებად ბიჭებს და მე ამას გეუბნები აი ამ ფაქტებით სასამართლოს გარს მიადი დოკუმენტალურად მივადექით ბატონო ჩემო მაგრამ მურუსიძე სასამართლოს ეხა კარგით იქნება ძალიან გულუბრყვილობა რომ ხა მურუსიძე გამოვა და ბიძინა ემერეში საქართველოს სახელმწიფო სახელით ეტყვის
და გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომ არჩევნები გაყავდა. და კიდევ მაგრამ გამოვა ხალხი და აუცილებლად დაამთავრებს ბენზინა ივანიშვილს ამ კრიმინალურ მართლობას კონსტიტუციის ფარგლებში. ეს არის 2x2 4 უკან დასაღები გზა. არავის არ ჩვეულებ მოკკლავენ და ამბობენ რომ მოსაკლავი ხარ, ან მე რომ მოკლეს, ვიცით დამნაშავე და არ დავსჯი. დააქცია და იგივე სიძახიან. კი, მეს. სადვეძებოთ, სამოთა. რა გავაკეთეთ? ბატონო დავდი, ერთი რაღაც მოვიდეთ. აი, რაც გააკეთეს ახალქალაქში. ის საშინელება. აი, თქვენ ეხლა როგორ ფიქრობთ, ქართული ოცნების უახლოესი ოფისი ქართული ოცნების არის სადღაც აი მაგალითად სოოლაკში. ხო. ეხლა აი ლევან ხაბეიშვილი, რამდენიმე საკრებულო დეპუტატი, რამდენიმე ნაციონალური მოძრაობისგან გაერთიანებული ოპოზიციის წევრებთან ერთად რო შევარდეს ქართული ოცნების ოფისში, იგივე რო გააკეთეს, ხო დაიწეროს, იგივე რო გააკეთეს. დაჟიან თუ არ დაჟიან? დაიჭერენ გასვაბარას. დაიჭერენ, რატომ? პოლიციაც ამათია, პროკურატურაც ამათია. აუცილებლად დასაჭერები იქნებიან, მაგრამ რატო არ იჭერენ იმათ? იმიტომ რომ ესეთი თამაშის წესები შემოგთავაზა, ხო? არა, ხო, კანონობა არის ყიმყიმებს რა. ნიკა მე მაინც აი ვფიქრობ, რომ ფარცხალაძეს უნდა იცი რამდენი კეთის ინდიცია ახალგაზრდა ბავშვს. ჩამოართვეს ამ ძველმა ბიჭებმა? ეგ ვიცი, ხო, პირადად. კრიმინალებმა პირადობის მოწოდები და შობლებს დაუმალეს, პირადობის მოწოდები. უნდა შეისახა, მე ვთქვი, რომ საბუთები უნდა დაიდოს, აი მე მოვყევი კიდევაც პირველი ტურის შემდეგ. სოფელი კოკი გეცოდინება, ისტორიული სოფელია სხვა შორის და პირველ ტურში დავით ნარმანიას მე ნარმანია გასტროლებით დადის ხოლმე. არც ესაა მთავარი. მთავარს გიყვები ნიკა 14-მა კაცმა მისასო სალომე ზურაბიშვილის ხმა 1500 ამოწეველი პირველ ტურში. მეორე ტურში აბა ეს ჩაიხედეთ და ნახეთ. ტოტალური ზემოქმედება იყო და მთელ სამეგრელოში ესე იყო. ბათუმშიც ესე იყო. ყველგან და ფაქტები ახლა თუ გაქვს ასობით კადრები. ასობით? მეუბნებით 1000-ობით ბატონო და მართლა? ადრე დაგედოთ გავიდა ორი კვირა. არა, იმიტომ ძალიან შრომატევად წამოდიეთ. დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე ჩართული იყო და მუშაობდა ეს კამერა და უნდა გაგეშიფრა. ხო, ესე ძნელია, შრომატევის საქმე, მაგრამ ნიკა, ცოტა თქვენი ბრალი რა არის, იცით? 4 შაბათს თურმე შაბათ-კვირა. ჩვენი ბრალი იცით რა არის? ახალქალაქში რაც გააკეთეს და რომ დამცინეს და მაშინ ვერ უარ მოვთხოვეთ. აი ეს არის ჩვენი ბრალი და ჩემი პირველ რიგში ასე ვადანაშაულო ჩემ თავს. პირველ რიგში როგორ გაბედეს საერთოდ ხალხი ჩაგვიხოცეს კინო და არაფერი და მაშინვე უნდა მოგვეთხოვოთ. ეგ სხვა თემაა კიდევ, ეს ტექნიკური საკითხია, მაგრამ მათხვევინე ნიკა ესა მართლა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამასა, იცი რომ აი არ მიაქცია თქვენ მაშინ ყურადღება, მე გაოცებული ვიყავი 4 შაბათს რო დანიშნეს არჩევნები. თელს ევროპაში დამკვირვებლები დადიან შაბათ-კვირაობით. ეხლა საერთაშორისო დამკვირვებლები 2% იყო სულ, იმიტომ რომ 4 შაბათი დღე იყო. ეს როგორც კი გამოაცხადეს, უნდა გაგეპროტესტებინა, სერიოზულად უნდა გაგეპროტესტებინა. ყველაფერი წინ არის ბატონო დავით. ყველაფერი წინ არ უკან არავინ არ დაიხევს ამის პირობას გაძრეთ. სადაც თავისუფალი არჩევნები და სამართლია უკირავებენ ისა არ ისაო რა ქვია არ მოგიგიო ჩვენ მოვიგეთო და თქმულა უკვე და გავიმეორებ სადაც თავისუფალი ჩატარდა არჩევნები საზღვარგარეთ და ავღანეთში 20 საათში მოიგო გრიგოლ ვაშაძე უდიდეს უპირატესობით. კი ვიცი. ეხა თუ ვინმე მეტყვის რომ იცით რა ქვეყნიდან რო გადიან ქართველები ისინი ყველა ჩვენი მხარდაჭერები არიან და ვინც ქვეყანაში ჩება ყველა ქართული ოცნების ნურავის. ჯერჯერობით გამოდიან და 20%-იანი სხვაობა დაიდო და რა საპროტესტებთო ეხა რამდენად იქონია ამან გადამწყვეტი გავლენა შედეგებზე. მაპატიეთ და 30%-ით წააგო მაშინ ლევან გაჩეჩილაძემ 2008 წელს და გაყავდაო და იპოდრომზე იყვნენ გამოსულები და მეც იქ ვიდექი ხო? ბავშვი ვიყავი და 30% იყო სხვაობა. 25%-ია იყო ლევან გაჩეჩილაძე და 53% მიხეილ სააკაშვილმა და აქ პირველი ტური მოიგო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა და საოცრებები აკეთეს. აი მაგალითად ბონიში ჩვენ ნახეთ რა გავაკეთეთ პირველ ტურში, როდესაც გავაკეთეთ ანალიზი პირველ ტურის შემდეგ და დავიდეთ ყველა შედეგები მონაცემები ყველა უბნიდან, მივხვდით უკვე სად გაამწვანეს ეგრეთ წოდებული უბნები, ანუ სად იყიდეს, სად ჩაყარეს და ყველგან მივავლინეთ თბილისიდან დამკვირვებლები. მაგალითად ბოლნიში ძალიან ბევრი უბანი იყო როგორ იცით პირველ ტურში თუ გამოცხადება იყო 900 ადამიანი ამორჩეველი პირველ ტურში და მოგვიგო მაგრად
სალომე ზურაბიშვილმა, ხო? დაუშვა 300 იხვით. მეორე ტურში, როდესაც სანდო ადამიანები დავაკომპლექტეთ კომისია, რა მოხდა, იცით? 900 ადამიანი კი არა, მოვიდა 500. რას ველაპარაკ. და მოვიგეთ ის უბნები. ესე იგი და ჩაყარეს ესე. ის უბნები მოვიგეთ. არა, ამათო რა ხნეს, რა კარც ათამაშებდნენ ასევე. აი მაგალითად კონკრეტული მაგალითი მოვყვე რომ ზოგადი არ გამომივიდეს. ბატონი ზეიკიძე არის ასეთი. თულის საერთოდ პოლიციის პროცედურა 90-იანებში ავტომატურად რო შევარდა ასევე მაგათ ხო ესეთი ხალხი ყავდა ყველი არ შევარდნილა. ნუ აბა რა ქნა, კარგი შევიდა შევძანდა გეთაყვათ და გამარჯობოთი, ნუ რაც არის, რაც ხნა ბატონო. ზეიკიძე. ზეიკიძე. მას აქვს რაღაცა ლიდერ ფუდი. თავის თანამშრომლებს ხეთაში რაიონში გამოუცხადდა. აი შეხუხარო, აი სოფლიდან. ვარო, შენი სოფელი უნდა მოვიგოთ. მე არ მაინტერესებს შენი მიხვალ, დაავალეს, კი ბატონო, ბიზნესი დაავალეს. ეგეთია საქართველოს. ყველა გამოჭერილი ყავთ. დაავალეს. მაგრამ ეხლა ნახეთ ვისაც ავალებდა ის რას ფიქრობდა მართლა ეს გოგონა ან ქალბატონები. კაი, მე წავალ მივცემ ხმა სალომე ზურაბიშვილს, მაგრამ მაინც რო წავალო სალომე ზურაბიშვილმა, ჩემი სოფელი, ჩემო უფროსმა, შემდეგი რა მომითხარ, ჩვენ ვეღარ ვითანამშრომლობთო. არჩევნების შემდეგ. იძულებული გახდა კამპანიაში ჩართულიყო აქტიურად. თავის ნათესავებთან ერბინა, მეგობრებთან, მეზობლებთან ტოტალურად ეს ხდებოდა, ეს ერთი. მეორე, ათამაშებდა შემდეგ არც, მიდიოდნენ ეუნებოდნენ. ძმაო დათო, აი ეს ეუნებოდნენ. ვაშაძე რომს გახდეს პრეზიდენტი, მე ხო პროკურორი ჩემი, მე ხო პოლიციის პროზი ჩემი და სახელმწიფო ბერკეტები კრიმინალებზე აღარ საუბრობ, ახლა მართული თუ არია მიბული ამ სუსის მაღალჩინოსებთან და პოლიციებთან, უბრალოდ თავიანთ თავს რო ეძახიან. ხო? საოცრებს აკეთებდნენ ქუთაისში. ეხლა პარლამენტში როდესაც ვიყავი, ამას პარლამენტში ყოფნა ერქვა, როცა ვიყავი გუშინში, მე შევიარე ჩვენს ოფისში, შტაბში. და დეტალურად ეხლა დრო გქონდა და მომიყვნენ რა, ვიქაურმა ჩვენმა წარმომადგენლებმა რას აკეთებდნენ. რამდენიმე ჩვენი კომისიის წევრი მეორე ტურში არჩევნების მიმდინარეობისას ამ ეგრეთ უძველბიჭმა გაიყვანეს უბნიდან. ცნობილი ამბავია. გაიყვანეს. აი ხალხო, აი როგორი ხალხი არის დაკომპლექტებული ქართული ოცნება, იცით? უფროს თაობას მიმართვა განსაკუთრებით და ჩემ თანატოლებს ვისაც გვახსოვს. აი გარეთ არ გახვიდე შვილო 8 საათის შემდეგ საშიშია და კარები რო ჩაგეკეტა სამჯერ და სადარბაზოს კარებსაც რო კეტავდნენ სამეზობლო ფულს აგროვებდა. იმიტომ რომ ან დაგჭირდნენ, ან წაღართვდნენ, დაგაყაჩაღებდნენ, ხო? აი ეს ადამიანები ავტომატებით თუ დარბუნდნენ გარეთ. ეს ხაინდრავები და ნუკრი ქანთარიები და შემდეგ. დღეს ქართულ ოცნებაში არიან. ჩემო ბატონო და ქალბატონებო. დიახაც ეს ადამიანები, აი რო გაეკიდნენ მოსაკლავად ერის მნიშვნელოვან ნაწილს და ჩასახოცად და ჩასახვეტად და მე საათუ არა მეც ჭონხაძის ქუჩაზე ცხოვრობდა დილის 6 საათზე სახლის წინ მამაშვილი ჩახოცეს ჭონხაძის 12 ნომერთან. გამოეკიდნენ ეგრეთ წოდებული ემოდეს პოლიკლინიკასა ჩიტაძის ჩასახვეთან რაღაცა რეიდი იყო, შეშინებულმა არ გააჩერა 21-ით იყვნენ. და გამოიქცნენ და დაეწინენ და ჩაცხრილეს. როდის მოხდა ეს? ზვიად გამოსაყურო 2 minutes მიმდინარეობდა. მაშინ ამბობ, ღამისკდა. ეს იყო 3 იანვარი 91 წლის. აი ეს ადამიანები ეს არის ხელისუფლებაში და მე მეუბნებიან და ჩვენს მეგობრებს, რომ შენ ხარო კრიმინალიო, შენ არ გაქვს მორალური უფლება ისაუბრო ამაზე, ნუკრი ქანთარი ამას რომ მეტყვის. ზმრად ვადენიებ და მოგეწონოთ, არ მოგეწონებათ, ჩემო საყვარელო ადამიანებო, ჩემი რიტორიკა, მე მაქვს ორი ამოსავალი. ან უნდა ამათ შევებრძოლო, ან თავი დავუხარო და ეხა თავის დახრას არ ვაპირებ. თუ უკეთესად შეგიძლიათ და შეგვიძლიათ მათთან შევბრძოლება, კი ბატონო, მოდით თქვენებს შეებრძოლეთ. თქვენ იყავით წინა ხაზზე და მე გვერდიდან დაგეხმარებით, რითიც შევძლებ. თუ არა და ძალიან თხოვთ ეხა კრიტიკის ნაცვლად ხარი დაგვიჭირეთ თუ გინდათ რომ ეს ხელისუფლება მალე შეიცვალოს. არავინ არ დაგიჭერთ ხარს იქ აი ესენი არიან ერთსულ ერთხელ შეგვიძლია. ვინ არ დაგვიჭერს ხარს ბატონო? იქ მე გევრე პარლამენტში ეს პარლამენტი არ არის ეს ბატონო რატო ვეძახით პარლამენტი ეს ძველი ბიჭების კრიმინალების ვაჭრების საკუთარ დედას რომ სასამართლოში სარჩელს შეუტან მამას თუ დაგიჭერენ და მამა რო არ აღიარებს ბრატა, შენ შვილი დეპუტატი რო ხარ წალენჯიხის რაიონიდან მაჟორიტარი გულორდავარ გვარა და რო ამბობ რომ მე რა რომ მამა არ აღიარებს ბრალსო მე ვენდობი გამოძიებასო ეს ადამიანები არიან და ცივი წყალი დალიეთ ბატონ ქართული ოცნების განძღანელობა თუ არ მოგწონთ ის რომ ყოველდღე გეძახით კრიმინალებს და გამხილთ და მანამ გაგზავნება სანამ
ხალხის ნება არ იქნება უპირატესი და შეგეკითხები რა ნიკაბე მაინც თვლი რომ ესა ძალაუფლების მიტაცება დაჟადია 12 წლიანი საჟელი არის ამაზე და ფაქტები აი მიტაცებულია დღეს ახლა წამოიგე დღეს ფარცხალაძე ოთარ ფარცხალაძე ეს თავისი ამ დინჯი სულით გრაციოზული სულით რო შევიდეს ნებისმიერი ministris სამუშაო ოთახში რასაც უნდა გაუკეთებს შეფანჯიდაც გადააგდოს აი ავტორიტარიზმი ეგ არა აი კაპიშონიანი რაღაცა ჯეპრი შევა შეგეკითხები რასაც უნდა იმას გაუკეთებს განათლების მინისტრს მე თქვენ გეტყვით ვერ გაუბედავს მე თქვენ გეტყვით ვერ გაუბედავს ეხა იმას რა ქვია ჯანდაცვის მინისტრა შევა დააბაზა სკამზე და ყავდეს იქამდე სანამ ის ჩათვლას საჭიროდ და პასუხს ვერავინ ვერ აგებინებს ცუდი ფონია ქვეყანაში მაგრამ აინტერესებს აი ცუდია ძალიან ოპტიმისტურია რომ გაწყობილი არა მე რას ვიზამი არა დემოკრატიულად იმართება არა დემოკრატიული მანდატი მოიპოვა ქალბატონმა ზურაბიშვილმა აი და მოიპოვა მითისება არა დემოკრატიული ძალადობრივი სისხლიანი მანდატი და შეშინებული ეხლა აბა შეშინებული ეხლა გარბის სხვა ქალაქში და იქაც აუქმებს ღონისძიებას თქვენი შეეშინდა იმაზე რა ღონისძიებას რა თქმა უნდა ეხლა თბილისის გაუქმებია ყველა ღონისძიება არა სწორი ქნეს ახლა ჩვენ ძალიან მწვავე მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ კონსტიტუციური ყველა ნორმის სრული დაცვით ჩატარებული აქცია გვექნება ვიცი გავიგე აი ჩემმა ჟურნალისტმა მითხრა რომ 10000 მანგანით მიდიანო და რა არის ყოველი სიარული კაცო ყოველი დღე ყოველი ეხლა იცით ვიღაცები კეკუცობენ იცით რა როგორ შეიძლება ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი მიუხედავად იმისა უნდა ვაღიაროთ იმიტომ რომ ხვალდა რა უნდა ვაღიაროთ ხალხი დაგვიწყოს და დაგვიჭერდა ვინ უნდა ვაღიაროთ სალომე ზურაბიშვილი აბა შემოგივოდნენ ოჯახში ძვირფასო მაყურებლებო და ოჯახის წევრები იარაღის ტარებით გაგილახონ და მე აღიარეთ რომ აგრები არიან ისინი აბა აღიარეთ ეს მარტო ჩვენი პირადი საკითხი არ არის ისო ჩვენი შტაბის ხელმძღვანელების ემრის ხმები რომ მოიპარეს და რომ გააღალ თქვენ მოგყარეს ეს ხმები და არ ვაპირებთ შეგუებას ამ ვითარებასთან და ამ სტატუს-კვოს აუცილებლად შევცვლით. ნიკა რასაპირებთ ყვარელი რაღა არის იმაში რა ქვია თელავში. სხვაჩეს აპარატოს თელავში ორივე ტურში წააგო. თელმა სოფლიომ დაინახოს და სხვათა შორის შემთხვევითი დაინახოს თუ რა ხდება საქართველოში. მე გავიგე რომ პერფორმანსებს აპირებდა რაღაც კარიკატურები და რაღაც. რომ არავინ არ ჩამოვიდეს სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას. ერთადერთი პრეზიდენტი ჩამოდის, სომხეთის პრეზიდენტი, ისიც აი ესე პირდაპირ თოჯინასავით დასვა ოლიგარქმა სერჟ სარკისიანმა სანამ პაშინიანი გააგებდა კაბინეტიდან. გახსოვთ ხო? ანუ მონაცვლით შემსულად გამოაცხადა სარკისიანმა ეს სარკისიანია კი ვიცი თვითონ გაიწია და ეს დასვა ვითომ არჩევია და თვითონ მოინდომა პრემიერ-მინისტრად მუშაობის გაგრძელება რასაც გადაყვა აი ერთადერთი პრეზიდენტი ჩამოდის ეს სარკისიანი რომელსაც დღე-დღეზე იმპიჩმენტი საკითხის ამოწევა ემუქრება სომხეთში დანარჩენი არავინ აი ლეგიტიმაცია პოლიტიკური კლასი წარმომადგენლები ჩამოდიან ბელორუსიდან ჩამოდიან მესამე რანგის პოლიტიკოსები ბელორუსი მინისტრის მოა რატომ იცით ჩვენზე კარგად იციან რა მოხდა ბელორუსიაშიც კი საშინელება არა მიშა ვისესორი დაწერა რა დაუწერია რომ ნიკოლოზ სარკოზი ჩადის ყველგან სადაც ფულს გადაუხდია მას შემდეგ რაც პრეზიდენტი აღარ არის იცი კაცო მაგ ესე კონტრაქტები დადის ეს მოდაშია ევროპაში აი ხვალ ძვირფასო მაყურებელო ხვალ ჩვენ გავასაჯაროებთ ასობით მტკიცებულებას, ნუ ყოველდღიურად ალბათ. პროკურატურასაც გადასცემთ. რა თქმა უნდა, მაგრამ პროკურატურა ვის ხალხის პროკურატურას გადასცემთ, ინფორმაციას მაინც ვიცავთ. შევიდეთ, მაგრამ მოსახლეობა ნახავს. და მე პირდაპირ გეტყვით, ეხა აი, ნუ ბოლომდე ანგაჟირებული ქართული ოცნების ხარდაჭერის გარდა ვერავინ იტყვის, რომ ეს არჩევნები არ გაყალბებულა. ეხა უბანზე 100, 125 ხმას რო აყალბებენ, ხო? უბანზე. მინიმუმ 200,000 ხმა. პირდაპირ გეტყვით რა. აი არ დაგიმოვიდეთ. მარტვილში შეხვდა ადამიანი, ჩვენი თანამებრძოლი და ძალიან გამწარებული მელაპარაკებოდა. აი ჩემს უახლოეს ადამიანსო, რომელიც მუშაობს საჯარო სამსახურში მარტვილში. ხმა მიაცემიეს სალომე ზურაბიშვილი სახსრო ვანდობო, ოჯახსო ვანდობო, თვითონ მომიყვა. სალომე ზურაბიშვილი შემოხაზა და განწარებულმა გვერდით ფალოსი მიახატა.
წარმოიდგინე. აი ესეთი ბიულეტენები ამოდიოდა როგორც იცით, აი სალომე ზურაბიშვილი შემოხაზული და იქვე დედას აგინებდნენ. ეხლა სალომე ზურაბიშვილი სხვა თუ ვაძლევ, დედას რაღაცა აგინებდნენ. აი ეს არის ავტორიტარიზმის საშინელებაა, ნიკა ეს. აი ეუბნებოდნენ და რო შემოხაზავ, ან ნიშანი, ან რიცხვი, ან რაღაცა ციფრი დაუსვი. გვარები იყო მიწერილი მაგალითად, ხო შემოხაზდა ბიულეტენზე იქვე აკუბარდია, როცოდოდა 11 ოჯახში, ანუ ხო იყავით და დაუშვათ 8. და უნდა შემოხაზოთ, რო შემოხაზოთ, უნდა დაუსვათ იქვე ნიშანი 1, ან თქვენ გეუბნებოდ 3, ან რომაული 1. მასიურად ამოდიოდა ეს. და როგორ გააკეთე წარმომადგენელი არის, ხო? როგორ გააკეთე? როგორ არ იყო ბევრ ადგილას იომეს ბოლომდე, სადღაც საოცრებები გააკეთეს, გააქრეს. ვიღაცა იმდენად დააშინეს, რომ სახიდანაც ვეღარ გამოვიდა. აი, ეს დამკვირვებელი თქვენი ისინი. თქვენ ხო კომისიაში ყავდათ ყველგან ორი კაცი ყავდათ გონ. ჩვენ ყავდა 1 და ევროპულ საქართველოს ყავდა 1. მეტი არა ყავდა. 12-დან 10 არის ქართული ოცნება. აბა, მაშინ კიდე კარგად აუცილებლად შესაძლებელია საათში ყავდა. აი, თუ არჩევნები რო ტარდება, აუცილებლად იყო თავარი დეფექტია ამ საარჩევნო კანონმდებლობაში. როდესაც არჩევნებს ვატარებთ, ანუ წელი თავიდან უნდა ვყაროთ, ხო? შენ რატო ყავს 10 და მე რატო ყავს 1? ძალიან დიდი უსამართობა. ხო იცი საიდან მოდის ეს ამბავი. თუ ესა ჩვენ ერთ-ერთი თავარი მოთხოვნა. და დღეს, როდესაც ერთი თვის განმავლობაში, მეორე ტურის შემდეგ მოვუწოდეთ ხელისუფლებას, რომ დაავდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, დაავდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან. დონირული წინადადებაში თქვენ ფაქტობრივად კომპრომისი გააკეთეთ. გიღიარებთ ამ სალომეს, მოდი დავზეთ, დურაკები არ დაჭდა. არ მოდი, მოუწევთ. წაგეს მაგითი. მოუწევთ რა. მოუწევთ ზიანად აკარგავ. რომელი ერთი გითხრათ, აი 200.000 ჩემი ანალიზით დაახლოებით 200.000 ხმა ამათ აქვს. ძალდატანებით მიღებული, ანუ ნების საწინააღმდეგო არჩევანი რო გააკეთებიეს, დანარჩენი გააყალბეს რა. არ არსებობს ხახტო სოფლიოში პრეცედენტი, სადაც პირველი ტურიდან მეორე ტურამდე 500.000 ხმით გაზარდეს ხარდაჭერა. არა, ანეკდოტა. ჩვენ 200.000 და იმათო 500.000. რატო არ უხარ, რატო ჩამოსტირით სახე? ძვირი დაუჭდათ ეთყობა. სხვა ჩვენ ეს სიცვირეზე ხა, ნუ მე კაი ეს ზან ისეთ დათვლა რო უყვარ ბიჭებს, იმათ მათქოს 700 და 800 მილიონ დოლარამდე დაждდა ეს ყველა პერიოდი. რატო არ აღწევთ ამას? აი, როგორ არის იცი? აი ეს ის საარჩევნო კოდექსში წერია ესეთი მუხლი და მე მეგონა რომ ამაზე თქვენ საარჩევნს შეიტანეთ. ყველაფერზე ყო შეტანილი, რაზეც მოჭიდება შეიძლება, მაგრამ აი სალომე ზურაბიშვილი გლის თავზე სახარების კითხვა ბატონო და აღრიცხული არ არის ის, აი ხა ნუ ეს უკანონობა საარჩევნო კოდექსში წერია რომ თანამდებობის პირებს ეგზალებათ ტრაშონი ერთ-ერთი კანდიდატის სასარგებლოდ. ეს შენი ეს ის კლოუნადას რომ უწოდებს თავის საბჭოთა პარლამენტს, ის ვაჟბატონი იდგა პულტით. ნუ თავმოყარება არ აქვს, ამბიცია თორე ფოკუსია აი პირველი ფუძე რომ იდგა უფლება არ აქვს. ყობახიძე ეს გამოვიდა საუბრობ. ეს ყობახიძე გამოვიდა. არა, წარმოიდგინე არა ვინ არის, მარტო აუცილებლად რა. ეს რა თქვა? რომ რას აიხო, ჩვენ ხო დავპირდითო ნაციონალურ მოძრაობასო, დამარცხებასო. ხო და ხო აი ეს პირდაპირზე ხო და ხო შევუსრულეთო. რასაც ვპირდებით, ყველაფერს ვუსრულეთო. ჩვენ ველაპარაკებ, იმის ვაგებად რომ რასაც ხალხს პირდებოდი, ის შეასრულოთ. გიჟები არიან პირდაპირ მასა გეუბნებით, აი შეუძლებელი ძალიან ბევრი უკანონო შემოწირულობებია კოლოსალური ნიკა, თვითონ სახელმწიფო მანქანა რომ მუშაობს სალომე ზურაბიშვილი აღრიცხეთ ციფრებში გამოიყენეთ. აი რაც ის იყო, რა ვქი, დაცინვა იყო თითქოს გაცუნცულდა ქალბატონი სალომე ხა ქართულ ბანკში და ბიზნესმა 109 მილიონი დოლარი თუ დოლარი. მარტო ესა, აი იქ ზოგადად გარემოში ისეთი ფაქტები აბოტივდება ნიკა ვით აი ეს სიცილით მოკვდები ორ კალმისტარს მოითხოვენ ორ კალმისტარს კარგით ეხა ქვეყანაში მართლა ვინმე თუ ტრობდა წინა ხელისუფლებას და მიხეილ სააკაშვილს ისეთი ადამიანები გაიქცენ ქვეყნიდან და გაიქცენ ქართულ ოცნებას ეხა მელორ ვაჩნაძე რო იტყვის და ის ბატონი გაბედავაროა თუ რაღაც არ ვიცი ვიცი ის რო იტყვის რომ ამასონ წინა ხელისუფლებას არ კადრულობდაო ეხა ო, შევთხოვით ხო არ ხდება? გეთახვები, ნიკა მე ბევრი რამე არ მომწონს სამსაბჭოთა საქართველოში, არ მომწონდა ნაცმოძრაობა, რო იყო ავტორიტარული მმართველობა, არ მომწონს, როდესაც ავტორიტარული მმართველობა მაპატერა, ეს რევოლუციური ხელისუფლება იყო, მე არ თქვენ ერთად შეადრინე რევოლუციური იყო, როგორ ახალგაზრდა
მოტივირებული, მაგრამ გამოცდილებისგან დაცლილი. არ ხონდათ გამოცდილება 23-24 წლის მინისტრები იყვნენ, ხო? ენთუზიაზმით სავსე, მაგრამ გამოუცდელი ადამიანები. არა, ძალიან დაანებეთ თავი ახლა მაგის იმას ფაქტი არის სოდი. ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი რო გიზის და შევარდნაძის დროინდელი მაღალჩინოსნები რო გიზის პარლამენტში, საიდანაც რომელიც შენობებიდან ცვიოდნენ დაკავებული ადამიანები და ეს ნორმად იყო ქცეული. დღეს შენ ადამიანის უფლებებზე ეცდის თავზე როგორ ვლაპარაკობ? ერთი არის ფაქტი რა დანაშაულებებსაც ჩადიოდა ძველი ნაციონალური მოძრაობა დღეს ქართული ოცნება იმ დანაშაულებებს ჩადის ეს დალაგება ინსტიტუტი დალაგებისა ქაჯობა არქიანობა ეს მაჩალიკაშვილის რაც უქნეს ქაჯობა არქიანობა არის ზაზას რაც უქნეს უარეს აკეთებს ქართული ოცნება ვიდრე ნაცები და ეს არის სწორედ ადამიანის უფლებების კუთხე და თვალსაზრისით ეს უარყოფითი რაც გაზრდა უარყოფითი რაც გაზრდა წინა ხელისუფლებას და გეთანხმებით და ყველა აღიარებს მიხეილ სააკაშვილიდან დაწყებული ავის რიგითი ნაციონალური მოძრაობის აქტივის დამთავრებული არავის უთქვამს რომ ყველაფერი იყო იდეალური მაგრამ ეს რაც იყო ცუდი მაგრამ რაც იყო აბა კარგი ამაზე ხო შეგვიძლია მაგრამ არ ვისაუბროთ მაგრამ ეხა ქართული ოცნება შევხედოთ კარგი არ არსებობს ეს კომპონენტი კარგი საერთოდ არ არსებობს ბიჭო მეცნიერება ქარხანა არ გაუწია, ფაბრიკა არ გაუწია, პრესი არ გაუზრდია, სამსახურები იკარგება, საერთოდ არაფერი არ გაუკეთებია. ნიკოშა, შენც მინდა იცოდე ხა მეგრელი კაცი ხარ ბოლო-ბოლო. აი იმიდან რა ქვია, სამტრედიდან გრიგოლეთამდე ფული დაიკარგა 708 მილიონი ლარი. შარშან უნდა გახსნილიყო ის ტრასა ბათუმისკენ. და არ არის და გაჩერებული ახლა კვირას წამოვედი ბათუმიდან. არ არის ეს გზა, იცი? დამშავე ვერ იპოვეს. აი ბიუჯეტი. აიღო 708 მილიონი. ხო, არ მინდა ეხა ის ვილაპარაკო, რაც ყველა მოიცით. გაათმაგდა ბიუჯეტი, ხო, გაყინული 14-ლარიანი პენსიიდან, როცა შუქით ჩასართავი იყო ქვეყანაში, გაზით შემოსაყვანი იყო, გზადასაგები იყო, წყალით ჩასართავი არაფერი არ იყო, პარალელურად ეტაპობრივად გაიზარდა პენსია 11-ჯერ, ხო? 11-ჯერ. იგებოდა ქალაქი, არაფერი არ იყო. მაგრამ ეხლა, როდესაც მოხვედი შენ მილიარდელი კაცი ხელისუფლებაში და ბევრი რამ გაკეთებულია. ერთადერთი რამ უნდა გაეკეთებია, რაც კარგი იყო და ბევრი კარგი იყო, ის უნდა გაეგრძელებია და რაც ცუდი იყო, იმას უნდა არ აინტერესებდა. ეხლა ამის რო აღარ არის. ნიკა 2 წუთიდან არ შემიძლია არა კითხო. 10000 მანქანით თუ მიდიხართ, ეს ძალიან დიდი ციფრი არის რა, ძალიან დიდი ციფრია თელავისთვის და აი მე არ ვიცი ახლა პრინციპში რაღაცა რომ მოხდება ეხა ეს საწყლებიც ხდებიან და ალბათ დღეს ცოტა შეშფოთებული ხართ მაგრამ ნუ ბოლო-ბოლო ახლა თელავში რო წახვალ კაცი უნდა დალიო ხო ნუ ღვინის სამშობლოა და დედაქალაქია აი გეგმაში რამე გაქვთ აი თავდაცვის აი თუ კი დაუშვათ რაღაცა ინციდენტების პროვოცირება მოხდა ან თქვენგან თუ მოხდა მაინტერესებს ამ ხელაკაცი ხარ ჩვენ არ ვართ მოწადინები ჩვენ არ ვართ მოწადინები გრიგო ვაშაძესაც აი გეტყვით ხო მაინტერესებს გრიგო ვაშაძეს არაერთი განცხადება გაუკეთებია ამასთან დაკავშირებით და ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან მას ქონია არაერთი შეხვედრა რომ იყოს ჩვენი ამოცანა პირდაპირ გეუბნებით 100%-ით 100%-იანი ალბათობით რომ ქალბატონი საუმე ზურაბიშვილი ფიცხალ ვერ დადებდა 100%-იანი ალბათობით გეუბნებით 1%-საც არ დაუშვებდი გამორიცხულია დანარჩენი ხა მათზეა დამოკიდებული მათზეა მათ აქვს კიდევ ერთი დღე ხვალინდელი დღე ოდნავ მაინც კონსტრუქციული გზები ჩვენთან მოსასვლელი უნდა გამონახონ და თქვან რომ საინტერესოა დიახა ჩვენთვისაც რომ საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით გავხსნათ დისკუსია ამის ნაცვლად არ ეჭოხა შენ თელავზე მიპასუხე დაანებია დისკუსიები ჩვენ წვალებდება მათმევინე ერწავს რა ნიკოლოზ მეორე ფიცი რო დადო ინაუგურაცია ქონდა იმ უბედურსაც და ხალხი მიცვიდა ძალიან ბევრი ხოდინკა იყო ესეთი მინდორი იყო მაშინ და მოკლედ გიყვები 876 კაცი დავკაში დაიხოცა. რაღაცა ანთან რა იყო, ნასვამები იყვნენ ეს რუსები საწყლები და მეფე ახლა წყალობას გადავიგდებსო და ოქროებს დაგვირიგებსო და დაიყო კლასიკური ხოსა. დაიხოცა ხალხი და ის ტერიტორია, სადაც ესერი ფიცვალს შეჭამე თუ რაღაცას
იმის გვერდით იქნები თქვენ. მე მათ არ მინდა რომ თელავი აი ხადინკის მოედანი გახდეს, აი მოვერიდეთ. აუცილებლად. ახლა იცი. ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ქართველები ხო ემოციურები ვართ. იქედა რომ ქვაგესროლონ თქვენს ქვას ესვით რა. იქედა ვინმე თვალმა რომ გესროლო თქვა. ფრავდები მივლენ, ვითომ ინაუგურაციაზე. ბიჭო, იმ ყინვაში და ცივას, ვაჭრე, დღეს ძალიან ციოდა, ხო? კვირასაც ცუდი ამინდი იქნება. ვიღაცა ნასვამარო ატეხოს რაღაცა სტუმრებიდან. მე ვიცი რომ ახლა თელავში უყველა სალომეს წინააღმდეგი არის და რაღაცა ინციდენტი რო იყოს, კაი არ იქნება რა. საქართველოს ავნებს ესა და ხილად იყავით მეთქი და მოგიწოდებთ რომ აი ჯიუტად, როდესაც იჩემებენ რომ ესაჩვენები ჩატარდა თავისუფალ და სამართლიან გარემოში. თორე ხო ყველა მიცის რომ სამართლო იყო. საუბრობენ ყოველდღიურ რეჟიმში. ჩვენ რომ არ ყოფილიყავით მართლაც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური გაერთიანება და ამიჯერეთ დღეს არც კი იფიქრებდა ქალბატონი ზურაბიშვილი ინაუგურაციის ჩატარებას. არც კი იფიქრებდა, იმიტომ რომ რეალური ძალა დღეს არის ხალხში. მათ არ ყავთ ხარდაჭერები. აქვთ რა თქმა უნდა საბაზისო ხარდაჭერა, რომელიც ჩემის აზრით 500.000 არ სდება ქართული ოცნების. და არჩენი უბრალოდ სხვადასხვა მანიპულაციების შედეგად მიღებული ხელისუფლება იციან მათაც. და ვინც არ იცით, ხვალ ნახავთ. მადლობა ნიკა. ვინც არ იცით, ხვალ ნახავთ. როგორ რუსალზე გავა? რუსალზე გვექნება პრეზენტაცია ამ თემაში. ისე მე საიტზე თუ დადებ ძალიან კარგ სიზან მაინტერესებს მართლა და მადლობა ნიკა და ამაზე იქნება ძალიან ბევრი მომდენო დღე საუბარი და ჩვენ მოვდივართ შიშველი ხელებით ძალიან მშვიდობიანად, მაგრამ მტკიცეთ თელავში რომ გავაპროტესტოთ მიტაცებული არჩევნები. არა, მართლა მიტაცებული იყო რა, მართლა მიტაცებული იყო და კვირა დღეს, ასევე ორშაბათს, სამშაბათს და არ მოგცემთ უბრალოდ 7 ძილის საშუალებას კრიმინალებს და მაფიოზებს. ახლა კარგით რა. ნიკა დროღა დავშა. ნუ კანთარიას არ ვაბოგინებთ. ნუ ბრუტუსი იყო რა გიდა ახლა. ვინ? კაცი რაღაც ამოვიდგინეთ ახლა რეჟისორს ეძახის თავის თავს და იმედი ჯაკვით დადიოდა და ხა თავის კოლეგებს ჩეხავდა თურმე და ავტომატით დარბოდა ეს და ხაინძრავა და მეორე კიდე გოგით ჩაიშვი და სახელმწიფოს მოღალატეები პარლამენტში ემზაკვიციანის თავმჯდომარედ იგი ენზან კოიანი კიდე და ამათმა მოყარეს ქართულ ხალხს მოყარეს არჩევანი და ჩვენ ახლა ვითომც არაფერი რა ნუ მე რა ხან ახლა იქ რაღაცა დაბულშუშებიან მანქანაში სხედან და კაბინეტებში მოათავსო ბიზნესში მაგრამ არ შევებრძოლოთ კი არა ძალიან მშვიდად მაგრამ ისე დაგამარცხე. ნიკა ესე იგი მე მახსოვს ის რო იყო ინაუგურაცია მიშასი მე გვენ დიდი ფულის დაიხარჯა რომ იქ გაგიცანი მე შენ იმაში იპოდრომზე ყირვაში თოლში რო ვიდექით მე გვენ 200,000 კაცი ვიდექი და ოღონდ ინაუგურაციაზე არ მოხვიდეთო და დიდი ფული დაახარჯა. მაშინ ახლა გუშინას თქვი რა ეს. მან იქ წამიყვანა ახლა ახალგაზრდა ვიყავი და უსამართლობის განცდამ წამიყვანა. მანდა არც ერთ ოპოზიციური პარტია წამოყვა. კი, მამა შენმა გამასრო მაშინ შეიჭრა. იქიდან იქ დაძროლიყო მე გამათო ხოლმე ჩვენ მეგობრებთან. რუსთაველი ერთი სადანიშეს იპოდრომზე აქ რესპუბლიკის მოედანზე ჩაენიშნა. მაგრამ რამდენიმე პოლიტიკური პარტიის თუ მაშინ და ოპოზიციის ლიდერს ფული აუღია. ის ხალხი იქ იმიტომ მივიდა რომ წასულიყო რუსთავაზე და რუსთავაზე ფიც ვერ დადებდნენ გამორიცხულია მე მაგას ვიცი რა ეს განწყობდა ნახე ყინვაში თოვში რამდენი ვიყავით გახსოვს ნიკა ჩვეულებრივად აგინეს ცოცხალმტარი იმ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს ვინც რო წადეხა სახლებშიო და ზეგას აღარესა მაგის მეშინია მე აი ნიკა მადლობა რომ გესტუმრე ეს კვირა გასულდა მე არ ვიცი ახლა მოსაწვევი თუ დაგირიგა საბჭოთა ხელისუფლება სხვათა შორის მე და აუ ახლა იქ შერო დაგიგა მე მაქვს უფლება დავესრო იქ რო დაგინახო შეულებრივად მაქვს უფლება შევიდე ესე იგი კობახიძეს თმები ყალზე დავდგა მე შედადგას შევიტოვდი. მადლობა. ნიკა მელია გახდა ჩვენი სტუმარი, რეპრესირებული პარლამენტარი, მე ვთვლი და ვფიქრობ რომ აი თუ თქვენთან ეთიკის კანტორა არსებობს კიდე არ პარლამენტში. პარლამენტში ეთიკის კომისია არსებობს? პარლამენტში ეთიკის კომისია რომც არსებობდეს, ეხლა რეგლამენტი შეცვალეს.
ახო. რატო გეუბნები იცი მართა უკანონობა იყო იმან სისულელე გააკეთა ამ კობახიზე მანდატურები რომ მოგიყო წესია და რომ გაგი არ რა მანდატურები ბატონო დავით რუსთაველის გამზერი და ჩვეულებად მოიკაცეს იქ რვაკაცმა როცა გაგიყვანა რა მანდატურები ხა იქ არის რამდენიმე მანდატურია რომელიც მართლაც ცდილობს რომ კეთილსინდისია შეასრულოს თავისუფლებასა და რამდენიმეს ვერ ვასხოვებ კობახიძეს ლიკა გამიში უბრალოდ დეპუტატის მანდატი აუდი ჯიბეს და ხემი ტერფამდე არის უკანონობა იყო აი შენი იდეოლოგიათაც და მათქმევინე კაცო მე პარლამენტს ბრალსდებ რომ უკანონოდ გაგიყვანეს იქიდან ჩემს აზრით უკანონობა იყო და ამაზე დოკუმენტი უნდა დაიდოს მადლობა რომ გესტუმრე ეს ნუ ორშაბათამდე გემშვიდობებით სხვა შორის რა ვიცი თუ კი მშვიდობიანად დასრულდება და ესე თქვა უი ბაზალეცობით თუ ატყდა ახლა იმაში რა ქვია თელავში ვერ მოვა ჩემთან სტომარი და სტომარი იქნება გრიგოლ ვაშაზე ორი თვეა ვუთვლი და ვუთვლი რომ ჩემი სტუმარი გახდეს და დამპირდა რომ ორშაბათს იქნება ჩემი სტუმარი და წიწილები იქ დავითვალოთ. მადლობა ორშაბათამდე. კარგად ბრძანდებოდეთ. მადლობა ნიკა რომ გესტუმრეთ.